როგორც ვიცით, პაპკის დასათვალიერებლად ის უნდა გავხსნათ, რაც მასზე მაუსის მარცხენა კლავიშის ორჯერ გაწკაპუნებით ხდება. იგივე შეიძლება გავაკეთოთ ობიექტის კონტექსტური მენიუს საშუალებითაც. გავაწყაპნოთ მაუსის მარჯვენა კლავიში ობიექტზე და ავირჩიოთ ბრძანება Open. ან მოვნიშნოთ ობიექტი და ვიმოქმედოთ კლავიშა Enter-ზე კლავიატურიდან. ასევე შეიძლება გამოვიყენოთ File menu-ს, მოვნიშნოთ ობიექტი და File menu-დან ავირჩიოთ ისევ ბრძანება Open. მასე, გავხსენით პაპკა 4, რომელიც ცარიელია. მისამართის ზოლში არსებული ჩამონათვალის საშუალებით, რომელიც ამის რით იშლება. ამავე ფანჯარაში შეიძლება გავხსნათ რაიმე სხვა პაპკა, მაგალითად გავხსნათ ისევ ჩვენს მიერ შექმნილი პაპკა. ისევ პაპკა 4-ში დასაბრუნებლად შეიძლება გამოვიყენოთ კლავიშა Back. ხოლო Forward კლავიშის საშუალებით შეიძლება დავბრუნდე ისევ წინა პაპკაში. მაგრამ როგორ მოვიქცევთ თუ კი გვინდა გავხსნათ პაპკა 3, რომელიც მეოთხე პაპკის წინ დგას მისამართის ზოლში. ამისათვის შეიძლება უბრალოდ კლავიშა Up გამოვიყენოთ. სამივე კლავიშის საშუალებით მოცემულ ფანჯარაში ვხსნით სხვადასხვა პაპკებს და მათ ნავიგაციის კლავიშებს ვეძახით. განსხვავება ისაა, რომ Back და Forward კლავიშებით გადავდივართ მხოლოდ ჩვენს მიერ გახსნილ პაპკებში. Up კი მიყვება მისამართის ზოლს.